ჩვენ გავარკვიეთ, რომ აბუ-დაბიში, იქ სადაც ქართული ოცნების წევრები თავს დაესხნენ მოქალაქეს, რომელმაც ისინი სამშობლოს ღალატში ამხილა, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ამ ინფორმაციას ჩვენ გვიდასტურებს საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გიორგი ჯანჯღავა. გიორგი ჯანჯღავა ჩვენ გვწერს, რომ დაწყებულია გამოძიება და საკონსულო არის ჩართული ამაში, ასევე გვიდასტურებს ინფორმაციას, რომ თავდასხმის საქმეში ინციდენტში მონაწილე ფიგურანტები საგამოძიებო უწყებაში გადაყვანილები არიან, თუმცა კონკრეტულ სახელების და გვარების დასახელებისგან ის თავს იკავებს, შესაბამისად არ მოგვაწოდა ინფორმაცია, გადაყვანილი არიან თუ არა საგამოძიებო უწყებაში ქართული ოცნების წევრები, ვინც მოქალაქეს თავს დაესხნენ. ჩვენ მას ვკითხეთ ასევე, თავად თუ იყო ადგილზე, გაესაუბრა თუ არა ის ქართული ოცნების წევრებს ან დაზარალებულს, თუმცა ის ამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს არიდებს. ჩვენ დაგვირეკა პოლიციამ, რის შემდეგაც საელჩოს საკონსულო სამსახური ჩაერთო საქმეში. მიდის გამოძიება და ჯერ ვერაფერს გეტყვით დაკავებულებზე. დაკავებულებს ვერ დავარქმევ, უფრო გამოძიებისთვის არიან პოლიციაში გადაყვანილი. იმ კადრებზე დაყრდნობით, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს მათ შორის საქართველოში, რადგან კადრებში კარგად ჩანს ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა საქართველოს მოქალაქეზე საჯარო მოხელეების მხრიდან, ქართული ოცნების მხრიდან, რომლებიც არიან ახლა პარლამენტის წევრები. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ სამართლიანი სასამართლო და ობიექტური გამოძიება რომ არსებობდეს ქვეყანაში, ამ დრომდე უკვე უნდა გაევრცელებინათ ოფიციალურ უწყებას ინფორმაცია, რომ საქართველოშიც მათ შორის დაიწყო გამოძიება. აფექტის მდგომარეობაში კი არ იყო მათი მხრიდან რეაქცია, რაზეც სანიკიძე საუბრობდა შემდეგ. არა. ეს იყო კარგად დაგეგმილი ორგანიზებული თავდასხმა ამ ადამიანს. არსებობს კადრები, რომელიც ერთმნიშვნელოვან სახელს არქმევს ამ პროცესს მათი მხრიდან, ანუ თავის თავს რო დეპუტატებს ეძახიან იმ ხალხის მხრიდან, სახეზე გვაქვს დაგეგმილი წინასწარ მომზადებული ანგარიშწორება კერძო პირზე, რომელსაც წინა დღეს მათ სამშობლოს მოღალატეები ეძახა. მეორე საკითხი, რომელიც აქ მნიშვნელოვანი არის, ის რიტორიკა, რომელიც გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, განსაკუთრებით თბილისის მერი გამოირჩევა ამ ბოლო დროს ამ რიტორიკით, როდესაც ის ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ძალადობის ახალისებას ახდენს. და ნებისმიერ სახელმწიფოში მის საკითხიც აუცილებლად იქნებოდა გამოძიებისთვის საინტერესო. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, არის აღმაშფოთებელი, არ შეიძლება რომ ის ადამიანები, რომელსაც პრეტენზია აქვთ, რომ წარმოადგენენ საზოგადოებას და არიან პარლამენტის წევრები, ასე იქცეოდნენ და მოქალაქეს ესხმოდნენ თავს. ეს მათ შორის შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ეს ქმედება ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე არ არის მომხდარი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ის ბატონები, რომლებიც ძალადობდნენ, ამაზე სახელმწიფოსაც უნდა ქონდეს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ნახეთ ვიდეო კადრები, სადაც ნამდვილად არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ნამდვილად მათ შორის, რა თქმა უნდა, პარლამენტის არაღიარებული პარლამენტის წევრების მხრიდანაც და შესაბამისად გამოძიების დაწყება არის აუცილებელი, მით უმეტეს, როდესაც ამ ყველაფერს ადგილი ჰქონდა უცხოეთში. უცხოეთშიც აბსოლუტურად რომ ასე იქცევია, ხო მით უმეტეს უნდა წარმოვიდგინოთ ამ ადამიანების მოქმედება საქართველოში, სადაც მათ პრაქტიკულად აბსოლუტური ხელშეწყობა აქვს და რეალურად ისინი დაუსჯელნი არიან და სწორედ ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების დაწყება, კადრების გავრცელებისთანავე უნდა ყოფილიყო აუცილებლად გამოძიების დაწყება და სახელმწიფოს აქვს ამის ვალდებულება. ამ ეტაპზე ყველა ელოდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაწყებულ გამოძიებას და გამოძიების შედეგებს დააჯარიმებს თუ დააპატიმრებს ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებიც თავს დაესხნენ საქართველოს მოქალაქეს.